ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ტონი გაამკაცრა და ბირთვული კრიზისი მსოფლიო წინაშე ძალის დემონსტრირების ტესტად აქცია. ამ ხუთშაბათს 2026 წლის 30 აპრილს შეერთებული შტატების არმია აძლიერებს თავის გლიერებს თავის ყოფნას ახლო აღმოსავლეთში. და ბლოკადა თეირანის ეკონომიკას კიდევ უფრო აჭერს, იმდენად რომ ირანული ვალუტა მკვეთრად ეცემა იმ დროს, როცა ირანი უკვე ემზადება ახალი პროტესტების ტალვისთვის. ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინსაც კი არ უნდა ირანი ბირთვული იარაღით იხილოს. გზავნილი პირდაპირი და მძიმეა. რეჟიმს შეიძლება დაპირისპირებაზე დაჟინებით სურდეს, მაგრამ ყოველი დღე შეთანხმების გარეშე იზოლაციას ზრდის, შიდანდობას ამცირებს და ქვეყანას კიდევ უფრო ღრმა კრიზისისკენ უბიძგებს. ეხლა ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ჯერ გინდა არხზე გამოიწერო, რომ ინფორმირებული დარჩე. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით მილსონ ალვესი. ტრამპი მხოლოდ სიტყვით არ გამოდის, მან ახალი შეტყობინება გამოაქვეყნა. ამბობს, რომ ირანი ვერ ახერხებს ორგანიზებას, არ იცის ბირთვული იარაღის გარეშე შეთანხმების გაფორმება და მალე თავად უნდა დარწმუნდეს. პოსტი გამოქვეყნდა ფრაზასთან ერთად: კმარა ეს ზედმეტი სირბილე, მოლაპარაკებების ჩიხში შესulis ფონზე, რომელიც მიზნად ისახავს ომის დასრულებას აშშ-ს ისრაელისა და ირანის მონაწილეობით. კულისებში თეთრი სახლი მუშაობს ირანის პორტებზე ბლოკადის გახანგრძლივების იდეაზე. ამერიკელი ოფიციალური პირების შეფასებით, ბლოკადა შეიძლება ნაკლებად რისკიანი იყოს, ვიდრე მასშტაბური დაბომბვების განახლება. მეტად ძლიერი, რათა ირანის ეკონომიკაზე ზეწოლა მოახდინოს, მანამ სანამ რეჟიმი უფრო მკაცრ ბირთვულ შეთანხმებას არ დათანხმდება. ძირითადი მოთხოვნა კვლავ ნათელია. ირანმა უნდა უარი თქვას იმ გზაზე, რომელიც ბირთვულ ბომბამდე შეიძლება მიიყვანოს. ბლოკადა რეჟიმის ყველაზე მგრძნობიარე წერტილს ურტყამს ნავთობს. როდესაც ირანი ვეღარ ახერხებს ნავთობის ჩვეულებრივ ექსპორტს, მას უჩნდება პრობლემები ნავთობის შესანახი სივრცის ნაკლებობის, შემოსავლის შემცირების და ჭაბურღილების გაჩერების რისკის წინაშე. სპეციალისტები, რომელთაც ალ-ჯაზირა მოიხმეს, აღნიშნავენ, რომ თუ ბლოკადა გაგრძელდება, თეირანს შესაძლოა მოუწიოს წარმოების შემცირება, რადგან მარაგები სწრაფად შეივსება. ქარგის კუნძული, რომელიც ირანის ნავთობის ექსპორტის მთავარი ტერმინალია, ამ ზეწოლის სიმბოლოდ იქცა. დონალდ ტრამპის ლოგიკა პირდაპირია. თუ ირანის რეჟიმი ნავთობზეა დამოკიდებული თავისი სამხედრო მანქანის, შეიარაღებული მოკავშირეების და რეგიონული ყოფნის დასაფინანსებლად, ამ ნაკადის შეწყვეტა თეირანის ძალაუფლების საფუძვლის შესუსტებას ნიშნავს. ეს მხოლოდ დიპლომატიური დაპირისპირება არ არის. ეს ეკონომიკური დახრჩობის კამპანია, რომელიც ირანს აიძულებს აირჩიოს მოლაპარაკება ან უხუროს როგორ დნება მისი ფინანსური სტრუქტურა. ამასობაში შეერთებული შტატების არმია დამატებით ძალას აგზავნის ახლო აღმოსავლეთში. Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ათასობით დამატებითი სამხედრო იქნა გადაყვანილი რეგიონში, მათ შორის დაახლოებით 6000 გემზე. კიდევ 4200 სამხედრო, რომლებიც ბოქსერის ამფიბიური ჯგუფის შემადგენლობაში არიან, ასევე მოსალოდნელი იყო რეგიონში. სამხედრო ყოფნა ზრდის ამერიკის შესაძლებლობას მოლაპარაკებებში. ეს სამხედრო ყოფნა წარმოადგენს გზავნილს. ტრამპი ინარჩუნებს ბლოკადას, ზეწოლას ახდენს შეთანხმებაზე და ნათლად აჩვენებს, რომ ძალა მზად არის, თუ რეჟიმი დროის მოგებას შეეცდება. თეთრი სახლი არ ცდილობს ნებისმიერ ფასად ღია ომის იდეის გატიდვას, მაგრამ ასევე არ სურს თეირანის მძევლად გამოჩნდეს. ამიტომ სტრატეგია აერთიანებს გემებს, ეკონომიკურ ზეწოლას, საჯარო გაფრთხილებას და მოლაპარაკებას, რომელიც მუქარის ფონზე მიმდინარეობს. შედეგი უკვე ჩანს ირანში. ირანული ვალუტა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა და $1 1,810,000 რეალს მიაღწია, როიტერსის მიხედვით. ვარდნა თითქმის 15% შეადგენდა მხოლოდ 2 დღეში. წლიური ინფლაცია კი 65.8% იყო ირანულ თვეში, რომელიც 20 აპრილს დასრულდა. ბლოკადის ზეწოლამ, ინფრასტრუქტურის დაზიანებამ და ძლიერი ვალუტის მოპოვების სირთულემ ირანის ეკონომიკა შოკურ მდგომარეობაში ჩააყენა. კრიზისი მხოლოდ ციფრებში არ გამოიხატება. როდესაც ვალუტა ფასს კარგავს, საკვების ფასები იზრდება, ხელფასები ძალას კარგავს და მოსახლეობა ამას მყისიერად გრძნობს. მიმდინარე სიახლეებში ვრცელდება ცნობები ახალი საპროტესტო ტალღის შიშის შესახებ, რადგან ინფლაცია, უმუშევრობა და ცხოვრების გაძვირება სწორედ იმ ყველაზე საშიშ წერტილს ეხება ნებისმიერი დახურული რეჟიმისთვის, ქუჩის მოთმინებას. ომის შესწავლის ინსტიტუტმაც აღნიშნა, რომ ირანის ეროვნული უსაფრთხოების მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო შესაძლოა ემზადება საპროტესტო ტალღისთვის, ეკონომიკური გაუარესებისა და სოციალური წნეხის ფონზე. ეს აჩვენებს, რომ თეირანი აცნობიერებს რისკს. რეჟიმი შეიძლება სცადოს წინააღმდეგობა გაუწიოს ბლოკადას სიტყვიერად, მაგრამ იცის, რომ ეკონომიკის ვარდნამ შეიძლება შიდა ბზარი გააჩინოს, რომლის კონტროლიც რთული იქნება. ტრამპი სწორედ ამ ბზარზე დებს ფსონს.
შეტყობინება ასეთია: ირანის რეჟიმი არ დაემხობა ცარიელი დაპირებებით, არამედ რეალური ზეწოლით, ფულზე, ნავთობზე, ვაჭრობაზე და სამხედრო შესაძლებლობებზე. იდეა ისაა, რომ თეირანს მოუსპოთ კომფორტი, ივაჭროს დანაკარდის გარეშე. ბლოკადის ყოველი დღე უფრო აძლიერებს ზეწოლას. ყოველი გაჩერებული გემი, ყოველი გაუყიდავი ბარელი და ვალუტის ყოველი დაცემა ამყარებს იმავე გზავნილს. ამავე დროს ვაშინგტონი ცდილობს პუტინის პოზიცია ირანისთვის უხერხულობად აქციოს. თუ თუნდაც რუსეთი, თეირანის მნიშვნელოვანი პარტნიორი, სხვადასხვა მიმართულებით არ სურს ირანი ბირთვული იარაღით იხილოს, რეჟიმი სჩორეშომი საერთაშორისო ნარატივისგან კიდევ უფრო იზოლირდება. დონალდ ტრამპი ამას იყენებს იმის სათქმელად, იმის სლად, რომ ეს საკითხი მხოლოდ ამერიკის მოთხოვნა არ არის. ეს წითელი ხაზია, რომელსაც მისი თქმით თვით მოსკოვიც კი აღიარებს. ეს საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან ირანი ყოველთვის ცდილობდა თავისი ბირთვული პროგრამა ეროვნული უფლებისა და სუვერენიტეტის სიმბოლოდ წარმოეჩინა. მაგრამ ტრამპი ცდილობს საუბრის ცენტრი შეცვალოს. პრობლემა არ არის ენერგია, მეცნიერება ან ეროვნული სიამაყე. პრობლემა ის არის, რომ დაუშვათ რეჟიმს, რომელსაც ადანაშაულებენ შეიარაღებული ჯგუფების დაფინანსებაში და ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციაში, კონდეს ბირთვულ იარაღზე წვდომა. ამ კონტექსტში თეირანი არ ჩანს როგორც მსხვერპლი, არამედ როგორც საფრთხე. ეს შეფასება თეირანისთვის მძიმეა. იმ დროს, როცა ირანი ცდილობს წინააღმდეგობას, სხვა რეგიონული ძალები იწყებენ მოქმედებას საკუთარი ინტერესების დასაცავად. ემირატები ცდილობენ ნავთობის სფეროში ავტონომიის მოპოვებას, სომიის მოპოვებას. ისრაელი მიანიშნებს, რომ მზად არის განაახლოს მოქმედებები, თუ ამერიკისგან მწვანე შუქს მიიღებს. შეერთებული შტატები ზრდის თავის სამხედრო ყოფნას. და ტრამპი ცდილობს პუტინი კიდევ ერთ მტკიცებულებად გამოიყენოს იმისთვის, რომ ირანს მანევრის სივრცე ეწურება. ირანის რეჟიმი კვლავ ცდილობს რეაგირებას. თეირანის ხელისუფლება წინააღმდეგობაზე საუბრობს. ისინი ვაშინგტონს ადანაშაულებენ შიდა დაპირისპირების გამოწვევაში და მოითხოვენ ბლოკადის დასრულებას, რათა მოლაპარაკებებში დაბრუნდნენ. მაგრამ ამერიკის პასუხი ამ ეტაპზე ზეწოლის შენარჩუნებაა. ტრამპა აღნიშნა, რომ არ მიიღო წინადადება, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნას ითვალისწინებდა, ხოლო ბირთვული საკითხის განხილვასოს მოგვიანებისთვის ტოვებდა. მისთვის ეს იქნებოდა შვების მინიჭება მთავარი დათმობის წინ. ამიტომ ფრაზა კმარა კეთილბიჭად ყოფნა ცალკე არ ჩნდება. ის ამერიკული სტრატეგიის ახალი ეტაპის შეჯამებაა. პირველ რიგში თავდასხმებმა შეამცირა ირანის სამხედრო შესაძლებლობები, ტრამპის თქმით. შემდეგ ცეცხლის შეწყვეტა მოხდა. ახლა იწყება ეკონომიკური დახჭობის ეტაპი, როცა გემები, ნავთობი, ვალუტა და მოლაპარაკებები შეჩერებულია. თეირანს ჯერ კიდევ აქვს კოზირები, მაგრამ უკვე აღარ თამაშობს იმავე თავისუფლებით. ირანის შიდა არენაზე კი საფრთხე იზრდება, რადგან მოსახლეობა კრიზისს ელიტაზე ადრე გრძნობს. როცა საკვების ფასი იზრდება, როცა ვალუტა ფასს კარგავს და როცა სამუშაო ადგილები ქრება, ზეწოლა კაბინეტებიდან ქუჩებში გადადის. სწორედ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ეშინია რეჟიმს კონტროლის დაკარგვის. რეპრესიამ შეიძლება დროებით შეაჩეროს პროტესტები, მაგრამ ვერ აგვარებს ინფლაციას, შემოსავლის ნაკლებობას და ნდობის კრახს. ტრამპისთვის ეხლა ზეწოლის დროა და არა უკან დახევის. ამერიკის პრეზიდენტს სურს აჩვენოს, რომ ირანს მხოლოდ ერთი გზა აქვს, დათანხმდეს შეთანხმებას, რომელიც ბირთვული იარაღისკენ მიმავალ გზას დაუკეტავს. და პუტინთან საუბარი ამ ნარატივს აძლიერებს, რადგან თეირანს არ თმევს შესაძლებლობას თქვას, რომ ზეწოლა მხოლოდ ვაშინგტონისა და ისრაელის მხრიდან მოდის. თუ მოსკოვიც არ სურს, რომ ეს ბომბი ირანის ხელში აღმოჩნდეს, იზოლაცია კიდევ უფრო მძიმდება. ეხლა საქმე პრაქტიკულ კითხვაზეა. რამდენ ხანს გაუძლებს ირანის რეჟიმი, სანამ რაიმე მნიშვნელოვანზე უარის თქმას არ დათანხმდება. ვალუტა უკვე მკვეთრად დაეცა, ნავთობი დაბლოკილია, საზღვაო ვაჭრობა ზეწოლის ქვეშაა, პროტესტები შიდა უსაფრთხოებას აწუხებს და ამერიკული სამხედრო ძალა რეგიონში იზრდება. ბლოკადა გახდა მთავარი ბერკეტი დონალდ ტრამპისთვის, რომ თეირანი შეთანხმებაზე დაითანხმოს. საბოლოოდ გზავნილი მოკლეა. დონალდ ტრამპმა ირანი მწარე არჩევანის წინ დააყენა, დათანხმდეს შეთანხმებას ბირთვული იარაღის გარეშე, ან გააგრძელოს ფულის გავლენისა და სტაბილურობის დაკარგვა. და საუბარი ვლადიმერ პუტინზე კიდევ უფრო უსვამს ხუსვამს ხას ამ კრიზისის ყველაზე მგრძნობიარე საკითხს. არც მოსკოვს უნდა, რომ თეირანმა ეს ზღვარი გადალახოს. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო ჩაერთო მილსონაუისის საზოგადოებაში.